იცოდი, რომ ის კომპანიები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ coaching-ში, მათი ამონაგები ინვესტიციიდან ბევრად აღემატება ინვესტირებულ თანხას. მაგალითისთვის, ICF-ის და PricewaterhouseCoopers-ის ერთობლივი კვლევით დადასტურდა, რომ ეს თანხა 7-ჯერ აღემატება ინვესტირებულს. ხოლო მეორე მაგალითი, McKinsey & Company-ის გამოცდილებით, ინოვაციის ზრდის და პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე შეიძლება იყოს 5-დან 20-ჯერ უფრო მეტი. გამარჯობა, მე ვარ მიშა გაბუნია, coaching-ის საერთაშორისო ფედერაციის ICF-ის წევრი, ბიზნეს coach-ი agile-ის სპეციალიზაციით. რა განსხვავებაა კლასიკურ პროფესიონალურ coach-სა და ბიზნეს coach შორის? მათგან პირველი, როგორც ვიცით, მუშაობს ინდივიდებთან, მესთან. ეს ინდივიდები კორპორაციებში ქმნიან გუნდებს. გუნდები თავისუფლ დეპარტამენტებს, ეს უკანასკნელი მთლიანობაში ორგანიზაციას, თავისი ორგანიზაციული კულტურით, რომელიც არის სრულიად უნიკალური და დამახასიათებელი კონკრეტული კომპანიისთვის. რაც ზემოთ ავდივართ ამ შრეებში, სისტემა მეტად რთულდება. და სწორედ აქ შემოდის ბიზნეს coach-ი, როგორც დირიჟორი ტრანსფორმაციისთვის. დაინტერესდი? დაუპარტნიორდი პროფესიონალთა გაერთიანებას, სადაც ბიზნესის და coaching-ის კვეთაზე იქნება წარმატება.